რუსთავში ლეონიძის სახელობის სკვერში გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა. სკვერის ტერიტორიაზე ფიჭვის 1000 ნერგი დაირგა. აქციის ორგანიზატორი ქალაქის მერია, რომელიც აღნიშნული ღონისძიებით პატრიარქის ინიციატივას ეხმაურება. რუსთავის მერიას ნერგები ფონდმა გაამწვანეს საქართველომ გადასცა. აქციაში მონაწილეობა რუსთავის მერთან ერთად რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რეგიონალური განვითარების, სპორტისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა მიიღეს. აქციაში მონაწილეობა ასევე რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემაც მიიღო. ნელ-ნელა წესრიგდება წლების განმავლობაში მიტოვებული ეს პარკი და სიმბოლურია ის, რომ ყველანი შეძლებს დაგვარად ხეებს ურგავთ, ამით ჩვენ შვილებს ვაჩვენებთ იმას, რომ ზრუნავთ მომავალზე. რუსთავში ეს აქციები უნდა ჩატარდეს ყოველ შემოდგომა გაზაფხულზე და ქალაქს, რომელსაც ფილტვები არა აქვს ფაქტიურად, უნდა მივცეთ სუნთქვისა და ცოტა გაგრილებისა და სიცოცხლის საშუალება. ამ ტერიტორიაზე დაირღვება 1000 ძირი შავი ფიჭვი. აქვე არის გაყვანილი სისტემები მორწყვისთვის, რაც უზრუნველყოფს ამ ადგილის ამ ფიჭვების გახარებადობას. ეს არის მისი უწმინდესობის ინიციატივით გამწვანეს საქართველოს ამ კამპანიის ფარგლებში პირველი ასეთი ფართომასშტაბიანი ღონისძიება.